შეერთებული შტატებიდან ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. გიორგი, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა. მეგობარი აქტი, ესე ვთქვათ, დაიძრა სენატის საგარეო კომიტეტმა, მისცა მას მსვლელობა. ეს რისი ნიშანია საქართველოს ხელისუფლებისთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც ელოდება ახალ ადმინისტრაციასთან დალაგების რეჟიმს? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი სიგნალია იმ კუთხით, რომ პირველ რიგში თქვათ ადმინისტრაციას, ხო, ტრამპის ადმინისტრაციას მიეცემა ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს, რომ როგორც თქვათ იმ საელჩოს განცხადებაში იყო, რომ თქვათ საქართველოს მთავრობას მიეცა წინადადებები, რომელიც მან უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ თქვათ ურთიერთობები გამოსწორდეს. ხო, ეს იქნება სერიოზულად მიუდგეს ამ თემას. ეს იქნება თქვათ დამატებითი ბერკეტი, რომ თუ თქვათ რაღაცებს არ გააკეთებთ, ან ისე არ გააკეთებთ, თქვათ ჩვენ ამ აქტს მსვლელობას მივცემთ, ან ჩვენ თქვათ ხარს დაუჭერთ ამ აქტს, ან ხელს მოვაწერთ ამ აქტს. ხო, ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც ბაიდენის ადმინისტრაციას არ ჭირდებოდა არანაირი ახალი კანონი სანქციების შემოსაღებად, არც ტრამპის ადმინისტრაციას არანაირი ახალი კანონი სანქციების შემოსაღებად არ ჭირდება. ამ თქვათ კანონ პროექტს აქვს როგორც თქვათ პოლიტიკური, ასევე სიმბოლური მნიშვნელობა, ხო? სანქციების უფლებამოსილება ისედაც აქვს ამერიკის პრეზიდენტს, მაგრამ როდესაც ეს თქვათ კანონის სახეს იღებს, ეს უფრო მკაფიო სიგნალია. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით გარდა იმისა, რომ ამ აქტს მიეცა მსვლელობა და აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, ჩვენ ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ვიცით სწორედ ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, ელჩის შეხვედრა და განცხადება და ასევე ტრამპის მხრიდან ორჯერ ნახსენები, როგორც წაიღო ბუშის დროს რუსეთმა საქართველო. აი ამ ტიპის ფორმულირებით. ანუ რაღაც კვანძის გახსნის დრო მოვიდა თუ არა, რომ საბოლოოდ ვიცოდეთ, როგორი იქნება უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. მათ შორის მაგალითად იყო რუბიოს ზარები შავ ზღვასთან და კავკასიის თემებთან დაკავშირებით, მაგალითად ფაშინიანთან, თურქეთის თქვათ შესაბამის პირებთან. ანუ ამ ტიპის კონტაქტები არა აქვთ მათ საქართველოსთან. ხო, აგრეთვე გვიან მოუწევთ მათაც ჩამოყალიბება, რა პოლიტიკას ატარებენ და როგორი იქნება ეს პოლიტიკა და ნელ-ნელა ხა კიდე ერთხელ გავიმეოროთ, ხო, საქართველოს არ არის ისეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანა ამერიკისთვის, რომ ახალმოსული ადმინისტრაცია, რომელიც ამდენ საქმეს ერთდროულად თქვა შეეჯახა, ხა საქართველოსი დაკავდეს და ხო, მაგრამ აი ფაშინიანთან დასარეკად თუ იცლიან ასე დავსვამ საკითხს, რატომ არ შეიძლება მაგალითად თუ არ არის რამე დამაბრკოლებელი, იგივე ზარი განახორციელონ კობახიძეს. პირველი რომ საქართველოს ამერიკას ურთიერთობები გაფუჭებულია, ერთი და მეორე, ასე ვთქვათ, ხო, ყველამ ვიცით, რომ ვთქვათ, ახლა სომხეთს მაინც სხვა გავლენები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ურთიერთობები და ასე შემდეგ. კი ბატონო, ანუ ეს რა თქმა უნდა იმის გამოვლინება, რომ კარგი ურთიერთობები არ აქვს ამ მომენტისთვის და შესაბამისად ეს კონტაქტებიც მაინდამაინც, ვთქვათ, ესეთი წახალისებული არ არის, ხო? თუმცა მოხდა თქვათ ელჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა, რაც ასე ვთქვათ ნიადაგის მოსინჯო არის, ხო, რაღაცა მესიჯი ფაქტია გადაიცა, ხო, ხა ჩაის დასალევად არ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. შესაბამისად, ეს ნახოთ ამ მესიჯს რა გამოხმაურება ექნება თქვათ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. გიორგი, იმ დროს, როდესაც მეგობარი აქტის განხილვა იყო სენატის საგარეო კომიტეტში, არ ვიცი დროში ზუსტად დაემთხვა, უსწრებდა არა, აი თითქმის დაახლოებით ერთდროულად შეიძლება ითქვას, მდინარაძე საუბრობდა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომ აიკრძალოს პარტიები, როგორ უნდა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. არის ეს იმ ტიპის დღის წესრიგი, რომელიც აი ურთიერთობების დალაგების ან ელჩის მხრიდან გადაცემული მესიჯების აი ამ კონტექსტში ჩაჯდება რამენაირად. ანუ რა ტიპის პასუხია ეს თქვენი დაკვირვებით? ნუ ეს ერთი მხრივ შეიძლება გადაითარგმნოს როგორც თქვათ საინფორმაციო ველის გადავსება თქვათ სხვა საკითხებით, რომ თქვათ ეს დაიჩრდილოს. მეორე ეს ახლა ეს შიდა პოლიტიკური ასე ვთქვათ მესიჯები და შიდა პოლიტიკური დაპირება, რომელიც ერთის მხრივ ვთქვათ განხორციელდება, არ განხორციელდება ერთი საკითხია.
მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატები რამდენად გაამახვილებს ყურადღებას, თქვათ, აქ თქვათ, ხო არის ესეთი მოლოდინი, რომ ტრამპს თქვათ დემოკრატია საერთოდ არ აინტერესებს და დემოკრატიული დღის წესრიგი და შესაბამისად თქვათ აქეთ ამ მხრიდან იმედი არის, რომ აი ჩვენ დავლაგდებით რაღაც ინტერესებზე, ხო? ან იმედი, რომ აი თურქეთს მაგალითად მაინდა-მაინც ხო მიუხედავად იმისა, რაც ხდება თურქეთში ამ დღეებში, შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი, და თუ ჩვენ რუბიოს პრეზიდენტის განცხადებას წავიკითხავთ, იქ უამრავი საკითხია და ბოლოსში წერია, რომ თქვათ სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა თურქეთში ოპოზიციონერების დაკავებასთან დაკავშირებით. შეიძლება მოლოდინი არის, რომ რაღაცას იტყვიან, მაგრამ ჩვენი ურთიერთობების თქვათ ხერხემალი და ამოსავალი საკითხი არ იქნება ეს დემოკრატია და ეს თქვათ დემოკრატიული საკითხები. ამის იმედი აქვს ოცნებას? თუ ეს ასე შეიძლება, ანუ ეს ჩემი ვარაუდია, რომ შეიძლება ეს არის იმედი, თქვათ, ან ხო. მეორე მხრივ, ხო ტრამპის ადმინისტრაცია ჯერჯერობით მაინდა-მაინც სოფლიოს არც ერთ ქვეყანას ვენესუელას თუ არ ჩავთვლით, მაინდა-მაინც არც ერთ ქვეყანასთან არ ამახვილებს თქვათ დემოკრატიულ დღის წესრიგზე ყურადღებას. გიორგი, შეიძლება თუ არა აღვიქვათ ისევ დაუბრუნდები პირველ კითხვაზე თქვენს პასუხს, რომ მეგობარი აქტი ახლა ტრამპის ადმინისტრაციისთვის თუ ის ბოლოში ასე ვთქვათ გაივლის აი ამ ყველა პროცედურას, ვიდრე მასთან მივა ხელმოსაწერად, ტრამპის ადმინისტრაციისთვის იქნება გარკვეული რაღაც საგზაო რუკა, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ მასზე ხელმოწერის ან არ მოწერის შემთხვევაში, ანუ ასე უყურებთ თქვენ ამ ამბავს? რა თქმა უნდა ეს ასე შეიძლება გადაითარგმნოს. თვითონ ამ აქტში რა მოთხოვნებიც არის, რამდენად ამას საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს, ეგ საკითხია, ჯერჯერობით რა რედაქციად და რა ტექსტით ინტერნეტში ხელმისაწვდომია, იქ არის რომ ტრადიციული რომ დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, შეამსუბუქოს ეს თქვათ ეგრეთ წოდებული აგენტების კანონი, რომელიც თუ ფარა მიიღეს ეს საერთოდ გაუქმდება და კიდე სხვა საკითხები იქნება. შემდეგ იქ კანონში გვაქვს თქვათ რამდენიმე ესე თქვათ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება, ხო? ერთი ანგარიშია რომ საქართველოში რუსეთის სადაზვერვო ქსელის ინფილტრაციის მასშტაბებზე, მეორე არის და ასევე საინტერესო საკითხია, იმიტომ მეორე არის რომ დაევალოს USAID-ს, რომ 90 დღეში თქვათ წარადგინოს ანგარიში თუ როგორ დაეხმარება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. მაკითხვა არის 90 დღეში საერთოდ USAID იარსებებს თუ არა, ან რისი თქვათ რა ფულის გამომყოფია ტრამპის ადმინისტრაცია თქვათ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, როგორც ასევე თქვათ იქ ბოლო მუხში წერია, რომ თუ საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯებს გადადგას, თქვათ სახელმწიფო მდივანმა უნდა გადადგას უზოგადესი ენით წერია, რომ გადადგას ნაბიჯები, რომ ხალხთა შორის ურთიერთობები გამოსწორდეს, თქვათ აკადემიური გაცვლის პროგრამები და თქვათ სამხედრო დახმარება გაიზარდოს. ესეც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში თქვათ გვახსოვს ხო, აი წინა ვერსიის მეგობარის აქტი უფრო სხვათა შორის წინასგან რამდენიმე განსხვავება, თქვათ სანქციების დარღვევა მე არ შემხოდია, ხო, აი გადაღებული საკითხი, რომ რუსეთის სანქციებისგან თავის არიდების გამოყენება საქართველოს, ეს საკითხი ამოღებულია. მეორე, თქვათ, ესე პირდაპირ ვიზა ლიბერალიზაცია იქნება, ესეც, თქვათ, ესეთი მუხლი არ არის და რა თქმა უნდა, ვერც იქნება, იმიტომ რომ აზრი, რომ საქართველოს ამერიკა ვიზა მივასვლას შეუმსუბუქებს, ეს ხა ბუნებაში არ არსებობს, ის წარმოუდგენელია და ვერც ერთ კანონში ამას ვერ ჩაწერენ. შესაბამისად, ეს კანონი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის პრაქტიკული და სიმბოლური მნიშვნელობის, ხო? და სიმბოლური არის სიგნალი, თქვათ, ამერიკის კონგრესის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ ჩვენ აქ ერთ აზრზე ვართ და თქვენი იმედები ვთქვათ, რომ ტრამპთან დალაგდებით, არის ფუჭი, ან ისეთი პოზიტიური ვერ იქნება, იმიტომ ჩვენ ასე დაზევარ და ჩვენ აქეთ მივაწვევით თქვა ტრამპის ადმინისტრაციას. თორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება სანქციებს, არანაირი ახალი კანონი და აქტები ტრამპის ადმინისტრაციას არ ჭირდება იმისთვის, რომ შეუძლიათ დღესვე დაასანქციროს. კი ბატონო, გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. გიორგი ხატიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, მასთან ერთად ვლაპარაკობდით, მოკლედ